გამარჯობა. მოგესალმებით. შალვა ლომიძე, დაზორვის სამსახურის ახლა უკვე ყოფილი შეფი, გენერალ-მაიორი. დიდი მადლობა შალვა შენი დროისთვის, რომ ხარ ჩვენთან ერთად და დღეს ცხადია ვსაუბრობთ ისეთ თემაზე, რომელიც პირველ რიგში უკავშირდება იმ საკადრო ცვლილებებს, ასე ვთქვათ, სტრუქტურულ ცვლილებებზე მაქვს საუბარი, რომელიც დაანონსდა, რომ დაზვერვის სამსახური უნდა შეუერთდეს სუსს. რატო უნდა შეუერთდეს, მაქედან დავიწყოთ, რამდენად მიზანშეწონილი არის ეს გაერთიანება, სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ხელისუფლების დროს იყო ხოლმე ამ თემებზე საუბარი, მაგრამ დაზვერვის სამსახური ყოველთვის რჩებოდა ცალკეულ ერთეულად. რა შეიძლება შეიცვალოს? დიდი მადლობა გიორგი მოწვევისთვის, ამ შესაძლებლობისთვის. დავიწყოთ ზოგადად ამ სამსახურის ისტორიით 1997 წელს შეიქმნა და ვფიქრობ, რომ განვლილ პერიოდში ამ სამსახურმა შეძლო გარკვეულწილად მის წინაშე არსებული ამოცანების გადაწყვეტა. იყო რამოდენიმე მცდელობა და იყო ფაქტებიც, როდესაც ეს სამსახური წარმოადგენდა სხვადასხვა ძალოვანი უწყების შემადგენელ ერთ-ერთ სტრუქტურულ ერთეულს. ეს მოხდა 2004 წელს, როდესაც დაზვერვის სამსახური იყო იმ დროს უშიშროების სამინისტროს შემადგენელი დანაყოფი. რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელდა ეს, ასე ვთქვათ, ერთად ყოფნის პროცესი და საბოლოო ჯამში მიღებული იქნა გადაწყვეტილება ამ სამსახურის ცალკეულ სტრუქტურულ დანაყოფად არსებობის გაგრძელების შესახებ. ასევე მსგავსი მცდელობა იყო 2017 წელს, როდესაც განიხილებოდა დაზვერვის სამსახურის მიერთება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან, თუმცა მაშინაც კონსულტაციების შედეგად მიღებული იყო გადაწყვეტილება, რომ სამსახური პირიქით დარჩენილიყო ცალკეულ სახელმწიფო უწყებად, დაქვემდებარებულიყო პრემიერ-მინისტრს და უშუალოდ პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობის ქვეშ გაეგრძელებია საქმიანობა სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვების თვალსაზრისით. ამ პერიოდში იყო რამოდენიმე მცდელობა, დისკუსიები, ცხარე დისკუსიები, რამოდენიმეჯერ, რომ ეს სამსახური ყოფილიყო კვლავ რომელიმე ძალოვანი უწყების შემადგენელი, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება მაინც არ იქნა მიღებული და დღეის მდგომარეობით ეს სამსახური განაგრძობს ცალკეულ სტრუქტურულ დანაყოფად ფუნქციონირებას, თუმცა პროფესიულ წრეებში არსებობს მოსაზრება და იყო გადადგმული გარკვეული ნაბიჯები, ეხლა კონკრეტულად დღეს არა, მაგრამ წინა პერიოდში იყო ნაბიჯები და განიხილებოდა აქტიურად ამ სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შემადგენლობაში შეყვანის საკითხი. როგორც ჩემთვის ცნობილია, იყო დისკუსიები, სამუშაო შეხვედრები და განიხილებოდა თუ რა ტიპის ფორმაციით, როგორი სამართლებრივი ფორმით, რა ტიპის მატერიალურ-ტექნიკური მხარდაჭერით, ფინანსური რესურსებით შევიდოდა ეს ორგანიზაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. ზოგადად რომ მიმოვიხილოთ ამ სფეროში მსოფლიო პრაქტიკა, რეალურად გვაქვს ასეთი სურათი. ძალიან ბევრ სახელმწიფოში სადაზვერვო ორგანიზაციები ფუნქციონირებენ ცალკე სახელმწიფო უწყებების ფორმატით. არის სამართლიანობისთვის უნდა ვთქვათ, რომ არის სახელმწიფოები, სადაც დაზვერვის ორგანიზაციები ინტეგრირებული არიან სხვადასხვა ძალოვან ორგანიზაციებში, განსაკუთრებით სპეცსამსახურებში. არ ჩამოთვლი ხა კონკრეტულ სახელმწიფოებს, მაგრამ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც განაპირობებს ამ ორგანიზაციების არსებობას სხვა სახელმწიფო უწყებებში, ეს არის სპეციფიური საქმიანობიდან გამომდინარე ამ სამსახურის მხარდაჭერა გარკვეული ტიპის ოპერაციების თუ საზღვარგარეთული მოქმედებების დაშიფვრის და შენიღების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები. გვაქვს ცოდნა იმის შესახებ, რომ საკმაოდ წამყვანი, დიდი, სერიოზული ორგანიზაციები, სადაზვერვო ორგანიზაციები არიან ინტეგრირებული მათ შორის სამოქალაქო ორგანიზაციებში, ასე ვთქვათ, არა სპეცსამსახურებში და არა ძალოვან უწყებებში და ეს ყველაფერი კვლავ უბრუნდება და მიმართულია იმისკენ, რომ ეს ორგანიზაციები თავიანთი საქმიანობის განხორციელების დროს იყვნენ უფრო მეტად მოქნილები და უფრო მეტად დაშიფრულად განხორციელებდნენ თავიანთ ოპერაციებს საზღვარგარეთის პირობებში. ქართულ რეალობაში ის გავრცელებული ინფორმაცია, რაც მიზნად ისახავდა, ამ ეტაპზე ისახავდა, ნახოთ დაველოდოთ როგორი განვითარება იქნება ახლო მომავალში, ვინაიდან ცნობილი ფაქტია, რომ რეალურად ეხლა მიმდინარეობს გარკვეული ტიპის ცვლილებები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში
დაველოდოთ შემდგომ განვითარებას. ქართულ რეალობაში ამ სამსახურის ინტეგრირება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში პირადად მე მიზანშეუწებლად მიმაჩნია და ვიტყვი რამოდენიმე ფაქტორს რატომ. ჯერ ესეთი ამ სამსახურის საქმიანობა შედარებით განსხვავებული სპეციფიკის საქმიანობა. მე ჩემი განვლილი საქმიანობის პერიოდში მუშაობდი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, კერძოდ კომდაზვერის დეპარტამენტში. შემდგომში 10 წლის განმავლობაში მუშაობდი დაზვერის სამსახურში და ძალიან კარგად ხედავ თუ რა ტიპის სხვაობა არსებობს ამ უწყებების საქმიანობაში. ბევრი საერთო აქვს, ბუნებრივია, თუმცა არის რაღაცა მომენტები, კონკრეტული სპეციფიური საკითხები, რაც დაზვერის სამსახურს განასხვავებს კონცადაზვერო ან სხვა ტიპის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში შემავალი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობისაგან. პირველი რაც არის განსხვავება, ის არის რომ სამსახური მუშაობს ქვეყნის გარეთ და ქვეყნის შიგნით უბრალოდ ამზადებს ინფრასტრუქტურას ქვეყნის გარეთ სადაზვერო ოპერაციების დაგეგმა განხორციელების მიმართულებით. სუსის შემადგენლობაში დაზვერის სამსახურის შეყვანა ჩემი სუბიექტური მოსაზრებით და წარსული გამოცდილებით ვფიქრობ, რომ გამოიწვევს ამ სამსახურის საქმიანობის გარკვეულწილად მეორე ეტაპზე გადატანას. ვინაიდან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში შემავალი სტრუქტურული ერთეულები იმდენად მოქნილები და იმდენად აქტიურები არიან საკუთარი ქვეყნის ტერიტორიაზე, საბოლოო ჯამში ეს გამოიწვევს შეზღუდავს მის დამოუკიდებლად ფუნქციონირების შესაძლებლობას. თუ იდეის ავტორები, ინიციატორები უზრუნველყოფენ იმას, რომ სუსის შემადგენლობაში არსებული დაზვერის დეპარტამენტი პირობითად ვთქვათ, იქნება სამართლებრივად დამოუკიდებელი და პრაქტიკაში შესაძლებელი გახდება, რომ მან ანგარიშგება მოახდინოს უმაღლეს პოლიტიკური თანამდებობის პირთან დამოუკიდებლად, ეს კიდევ არის, ასე ვთქვათ, ნორმალური გამოსავალი ამ სიტუაციიდან. მსგავსი მოდელები არსებობს ცალკეულ ევროპულ ქვეყნებში და დამერწმუნეთ ვერც ერთი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, სადაც ინტეგრირებული არის დაზვერის დეპარტამენტი, ვერ ჩაერევა მის საქმიანობაში პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან ან უმაღლესი თანამდებობის პირთან კონსულტაციების გარეშე. არის ჩვენი წარსულში და რეალობაშიც არსებული გამოცდილებიდან გამომდინარე, ჩვენ ვხედავთ, რომ მაგალითად ევროპულ ქვეყნებში კონკრეტული უწყების ხელმძღვანელი, სადაც ინტეგრირებულია დაზვერის სამსახურის სხვადასხვა ფორმით, არ და ვერ ერევა მის საქმიანობაში. კერძოდ ამაში გულისხმობ ვერ განსაზღვრავს საკადრო პოლიტიკას, ვერ განსაზღვრავს საფინანსო ან საოპერაციო პოლიტიკას, ვერ განსაზღვრავს მიზნებს და ამოცანებს, მისი იქ არსებობა არის ფორმალური და წარმოადგენს პირიქით ამ დანაყოფისთვის სხვადასხვა ტიპის ოპერაციული კომფორტის შექმნის შესაძლებლობას, რათა დანაყოფმა უფრო ქმედითად მოახდინოს პოლიტიკურ ხელმძღვანელობისგან მიღებული დავალების თუ ამოცანის შესრულება და განხორციელება. შესაბამისად, ზოგადად მინდა ვთქვა, რომ ვერ მივესალმები დღევანდელი საქართველოს დაზვერის სამსახურის ინტეგრირება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში და თუ მაინც იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული, სასურველია, რომ ყველანაირად მიეცეს შესაძლებლობა, რომ ეს დანაყოფი იყოს დამოუკიდებელი და მან თვითონ შეძლოს პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან კონსულტაციების შედეგად თვითონ დაგეგმოს, განახორციელოს და აღსრულება განახორციელოს იმ ოპერაციებისა თუ იმ მოქმედებებისა, რომელიც მის წინაშე დგას. და ლოგიკურად მებადება კითხვა, რომ რა როლი აქვს საერთოდ დაზვერვის სამსახურს სახელმწიფოს უსაფრთხოების მოწყობის სისტემაში და რითი არის ის გამორჩეული? დავიწყოთ იმით, რომ დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი არის საქართველოს პრემიერ-მინისტრის მთავარი მრჩეველი სადაზვერო საქმიანობის სფეროში. სადაზვერო სისტემა მოიცავს სამ ძირითად დანაყოფს. დღევანდელ რეალობაში ეს არის დაზვერის სამსახური, ეს არის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერის დანაყოფი და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სპეციალური სადაზვერო დანაყოფი. ეს სამი ძირითადი ორგანიზაცია არის ის, რომელიც პასუხისმგებელია სხვადასხვა მასშტაბის, სხვადასხვა ფორმატის და სხვადასხვა ამოცანების გადასაწყვეტად. საერთო ჯამში ეს ინფორმაცია სამართლებრივად თავს უნდა იყრიდეს საქართველოს დაზვერის სამსახურში, უნდა ხდებოდეს სადაზვერო ინფორმაციის შეფასება, გაანალიზება, რისკების განსაზღვრა, შემდგომი ნაბიჯების დასახვა, ამ საკითხის შეთანხმება პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან და შემდგომში უკუგებით ამ საკითხების ჩასვლა სპეციფიკისა და კომპეტენციის ფარგლებში. გარდა ამისა, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით
ნებისმიერი უწყება, რომელიც მიიღებს სადაზვერო ხასიათის ინფორმაციას და ძალიან კარგად იციან, რას წარმოადგენს სადაზვერო ხასიათის ინფორმაცია, მათ შორის სამოქალაქო უწყებებიც, ასე ვთქვათ, ისინი ვალდებული არიან ეს ინფორმაცია გაუზიარონ საქართველოს დაზვერვის სამსახურს და ასე ვთქვათ, საქართველოს დაზვერვის სამსახური არის ძირითადი საკვანძო წერტილი სადაზვერო სისტემისა, რომელიც მართავს საქართველოს პოლიტიკას სადაზვერო საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებით. როლი აქვს ძალიან დიდი. დეტალებში ვერ წავალ, თუმცა წარსული გამოცდილებით მინდა გითხრათ, რომ ეს ორგანიზაცია წლების განმავლობაში აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან დაკავშირებულ მთელ რიგ საკითხებში. ეს არის არაღიარების პოლიტიკის ხარდაჭერა, ეს არის სხვადასხვა ქვეყნებიდან მომდინარე საფრთხების იდენტიფიკაცია, გამოვლენა და ამ საკითხში მონაწილე იურიდიული თუ ფიზიკური პირების შესახებ სხვადასხვა ტიპის მოქმედებების განხორციელება, აქტიური თანამშრომლობა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან არსებული რისკების გამოწვევების, შეფასებებისა და მათი ოპერაციების ხარდაჭერის ნაწილში. ეს არის საქართველოს დიპლომატიური სამსახურების ხარდაჭერა ქვეყნის გარეთ გარკვეული ტიპის მოქმედებების განხორციელებაში. ეს არის ჩვენი მისიების, ჩვენი დიპლომატების, უმაღლესი დიპლომატიური თანამდებობის პირების პირადი თუ სხვა ტიპის უსაფრთხოების საკითხების უზრუნველყოფა, ეგრეთ წოდებული საგარეო კონტრდაზვერვითი საქმიანობა, რაც თავისი არსით მოიცავს ჩვენი დიპლომატების, დიპლომატიური მისიების მიმართ სხვადასხვა ტიპის ქვეყნების ინტერესების გამოვლენას, აღკვეთას, საპრევენციო ნაბიჯების გადადგმას და ასე შემდგომ. თავარი საკითხი, რაც დაზვერვის სამსახურს მისი ფუნქციონირების, ასე ვთქვათ, ხერხემალი, რაც თუ შეიძლება უწოდოთ, ეს არის საერთაშორისო პარტნიორებთან აქტიური თანამშრომლობის უზრუნველყოფა. ასე ვთქვათ, პირველი კარები არის, რომელიც მოიზიდავს პარტნიორებს, რათა სამსახურმა შეძლოს გლობალური მასშტაბით არსებული გამოწვევებისა და პრობლემების შესახებ პირველადი ან უფრო სრულყოფილი ინფორმაციის მიღება, რათა ეს გაზიარებული იქნას ქვეყნის შიგნით იმ უწყებებისთვის, ვინც ამ თემატიკაზე მუშაობს და შემდგომში დაისახოს ახალი კონცეფცია, ახალი ხედვა, ახალი გამოწვევების წინააღმდეგ გარკვეული ტიპის მოქმედებები და ნაბიჯები. ჩვენი სამსახური, საქართველოს დაზვერვის სამსახური ბოლო წლების განმავლობაში იყო ერთ-ერთი საკვანძო ფიგურანტი უსაფრთხოებისა და დაზვერვის სფეროში, იყო და არის, იმედი მაქვს, უსაფრთხოებისა და დაზვერვის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ფორმატში. ყავდა ძალიან ბევრი პარტნიორი, მე ვიტყვი წარსულ დროში, ვინაიდან არ შევხვევი დღევანდელ რეალობას და ვისაუბრებ იმაზე, რაც იყო, თქვათ, ჩემი ხელმძღვანელობის დროს. ყავდა უამრავი პარტნიორი, არსებობდა თანამშრომლობის სხვადასხვა ტიპის ფორმატები, დაწყებული მწვავე საკითხების გადაწყვეტით ბრჭყალებში, ასევე ეს მოიცავდა ახალი თაობის მომზადებას, ეს მოიცავდა სწორი შეფასებებისა და ანალიზების დროულ გაცვლას, ხედვების გაზიარებას, უსაფრთხოების სფეროში და დაზვერვის სფეროში არსებულ სხვადასხვა დახურულ ფორმატებში საქართველოს პოზიციონირებას სადაზვერო და უსაფრთხოების სფეროში, მოიცავდა დიპლომატიური მიმართულებებით არსებულ გამოწვევების ხარდაჭერაზე, ასე ფარდებს მიღმა მუშაობაზე და ამის მრავალი მაგალითი არსებობს, დეტალებში ვერ წავალ, თუმცა შემიძლია თამამად თქვა, რომ პოზიციონირებდა საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში საკმაოდ წარმატებულად და ჩვენს რეგიონში ითვლებოდა ერთ-ერთ საკვანძო წამყვან ორგანიზაციად. დაუბრუნდები ძველ საკითხს, წინა საკითხს და ვიტყვი, რომ რისკი გაერთიანების შემთხვევაში არსებობს, რომ ინტერესი ჩვენი საერთაშორისო განსაკუთრებით დასავლელი პარტნიორების მხრიდან შესუსტდება მიერთების შემთხვევაში და ეს გააჩენს გარკვეულ ბიუროკრატიულ საფეხურებს, რაც გაართულებს ინფორმაციის დროულად მიღებისა და სწორი რეაგირების მექანიზმებს. ვინაიდან ცნობილია, რომ რაც უფრო მეტი საფეხური არსებობს, მით უფრო სახეცვლილებას განიცდის ინფორმაციაც, რეაგირებას, დროც და ეს ის სფეროა, სადაც დროს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და შესაბამისად ვფიქრობ და კიდევ ერთხელ ვუბრუნდები, შეიძლება სუბიექტური ვიყო, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს არის სახელმწიფოებრივად სწორი გადაწყვეტილება იქნება, თუ ეს დაინიცირებული, ასე ვთქვათ, პროფესიულ წრეებში დაინიცირებული იდეა გაჩერდება და პირიქით
მიეცემა სამსახურს დამოუკიდებლად ფუნქციონირების შესაძლებლობა. პოტენციალი იმისა, რომ ამ სამსახურმა გადაწყვიტოს ქვეყნის წინაშე არსებული მთელი რიგი საერთაშორისო გამოწვევებთან დაკავშირებული მთელი რიგი საკითხები არსებობს, ამას მე ამის თქმის საშუალებას მაძლევს ჩემი პირადი გამოცდილება იმ ბრწყინვალე კოლექტივთან და საზოგადოებასთან მუშაობის გამოცდილება, რომელიც დღეს მდგომარეობით ამ სამსახურში არის მობილიზებული, თამამად შემიძლია გითხრათ, რომ არიან არაჩვეულებრივი მაღალი დონის პროფესიონალები, რომელთაც აქვთ საუკეთესო ანალიზის და შეფასებების გამოცდილება, პრაქტიკა, ისინი აღიარებულები არიან საერთაშორისო ჩვენი დასავლელი საერთაშორისო პარტნიორების მიერ. ასევე არიან ოპერაციებში საუკეთესო გამოცდილების, მათ შორის საერთაშორისო მასშტაბით გამოცდილების მქონე ოფიცრები, რომლებსაც აქვთ უნარი ინდივიდუალურად თუ მცირე ჯგუფების ფორმატში დაგეგმონ, განახორციელონ და აიღონ პასუხისმგებლობა საკმაოდ მძიმე, საკმაოდ რთულ და ასე ვთქვათ, გლობალური მნიშვნელობის ამოცანების გადაწყვეტას. ამ კითხვას ვინახავდი ბოლოსთვის, მაგრამ რამდენჯერმე ახსენე და არ შემიძლია რომ არ შევეხო. 28 ნოემბრის შემდეგ აი ეს დასავლეთთან გაჩერებული ურთიერთობა როგორ აისახება, მე არ გთხოვ, რომ რაღაცა განსაკუთრებულ დეტალებში შევიდეთ, მაგრამ ასე ვთქვათ, როგორ ეხება ეს ყველაფერი სადაზვერვო თანამეგობრობას და კონკრეტულად საქართველოს დაზვერვის სამსახურს, როდესაც გარეთ სტრატეგიულ მოკავშირეებთან და დასავლელ პარტნიორებთან შეჩერებულია ურთიერთობა. პირდაპირ აისახება ეს პროცესი საერთაშორისო სადაზვერვო სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის კომპონენტზე. ვინაიდან კი მოგეხსენებათ, რომ გარდა სტრატეგიული ურთიერთობებისა, ეს სფერო იმდენად სენსიტიურია, აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ნდობის ფაქტორს. ანუ რეალურად სახელმწიფო დასავლელი პარტნიორი შენ გიზიარებს მისთვის სენსიტიური ინფორმაციას, ან გრთავს იმ პროცესში, ან იგი ერთვება შენთან ერთად იმ პროცესში, რომელიც შესაძლოა დიდი სკანდალების, ან დიდი პრობლემების, ასე ვთქვათ, მამოძრავებელი და მასტიმულირებელი გახდეს. შესაბამისად, ჩემი ღრმა რწმენით არ შევალ, ასე ვთქვათ, დეტალებში, ის პროცესი, რაც დღეს რეალურად ვითარდება ჩვენს გარშემო, ჩვენს ქვეყანაში, რაც მოიცავს დასავლეთის ქვეყნებთან ჩვენი ურთიერთობების დაძაბვას, უფრო სუბუქად რო ვთქვათ, დაძაბვას და რაღაცა გაურკვევლობების არსებობას, ეს აუცილებლად აისახება სადაზვერვო სფეროში და მათ შორის უსაფრთხოების სფეროში შესაბამისი უწყებების თანამშრომლობაზე. მოვიყვან ასეთ მაგალითს, მაგალითად წარსულში, ახლო წარსულში დაზვერვის სამსახური მუშაობდა პროექტზე, რაც ითვალისწინებდა საკმაოდ მნიშვნელოვან დიდ პლატფორმაში, ევროპულ დასავლურ პლატფორმაში ჩვენი ორგანიზაციის ინტეგრირებაზე. ეს მოიცავს, ეს ორგანიზაცია არის დახურული ფორმატის ორგანიზაცია და მასში გაწევრიანებულია რამოდენიმე ათეული სადაზვერვო და უსაფრთხოების ორგანიზაცია. და ამ პლატფორმის მიზანი მდგომარეობს მოკლე დროში, იმ კონკრეტულ მომენტში ევროპის კონტინენტის გარშემო არსებულ საფრთხეებზე, თქვათ, გლობალური ხედვების გაზიარება, სხვადასხვა ქვეყნების ნაბიჯების, სამომავლო ნაბიჯებზე ინფორმაციის მიღებას და შენი სამომავლო სამოქმედო გეგმის მათთან ინტეგრირება, რათა შენ არ იყო მოწყვეტილი ამ ევროპულ უსაფრთხოების სისტემას. ეს პროცესი ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით ამ ეტაპზე შეჩერებულია, აქ კონკრეტულად დაზვერვის სამსახურის როლი ყველაზე ნაკლებია, ალბათ ეს გამოწვეულია იმ პროცესებით, რაც 28 ნოემბრის შემდგომ გამართulda ქვეყანაში. და ვთვლი, რომ ალბათ სამომავლოდ უფრო და უფრო გაჭირდება ამ ეგრეთ წოდებულ დახურულ კლუბურ საზოგადოებაში ჩვენი ორგანიზაციის ინტეგრაცია. რა სარგებლოს მოგვცემდა ჩვენ ამ კლუბში მონაწილეობა, ეს არის რეალურად ერთ კონკრეტულ მომენტში, დროის ერთ კონკრეტულ ნაწილში ერთდროულად რამოდენიმე ათეულ ლიდერთან, რომლებიც კურირებენ საკუთარ ქვეყანაში უსაფრთხოებისა თუ დაზვერვის საკითხებს, პირდაპირ კომუნიკაციის შესაძლებლობა. ეს არის ნდობა. ეს არის ინფორმაციის გაცვლაზე უფრო მარტივი გზების მოძიება და მათთან, ასე ვთქვათ, პირადი ურთიერთობების თუ პროფესიული ურთიერთობების გათვალისწინებით სხვადასხვა ახალი კომპონენტების, ახალი ნაბიჯების, ახალი რეალობის დანერგვა უკვე ჩვენს ქართულ რეალობაში. ვინაიდან
ახალი ამ ბიზნესში შესასწავლი არაფერი არა, ჩვენ უბრალოდ უნდა გავხდეთ იმ თანამეგობრობის, იმ ჯანსაღი თანამეგობრობის შემადგენლები, რომლებიც დღეს კარნახობენ გლობალურ მსოფლიო უსაფრთხოებას და კონკრეტულად როგორც შავი ზღვის რეგიონში, ასევე ევროპის კონტინენტზე. ცხადზე უცხადესია, ქართული საზოგადოების ინტერესი არის სწრაფი ინტეგრირება ევროპულ სამყაროში, ევროპულ საზოგადოებაში. ეს უნდა მოხდეს როგორც ინდივიდუალურად, ასევე უწყებების დონეზე, ასევე სახელმწიფოს დონეზე. შესაბამისად, თითოეული ნაბიჯი ამ მიმართულებით გადადგმული იქნებოდა კიდევ ერთი დამატებითი კომპონენტი ჩვენი ქვეყნის სწრაფი ინტეგრირებისთვის იმ სამყაროში, საერთოდაც მივისწრაფით ჩვენ. სამწუხაროდ ის ძველ თემას დაუბრუნდები, საკითხი ამ ეტაპზე შეჩერებულია, რა პერსპექტივა იქნება არ ვიცი, თუმცა არც ისეთი მდგომარეობა, რომ გამოსწორებას არ დაექვემდებაროს. და იმედი მაქვს, რომ სწორედ რომ ინტეგრირების არ დაშვების შემთხვევაში დაზვერვის სამსახურს და სხვა სწორი ნაბიჯების გადადგმის შემთხვევაში დაზვერვის სამსახურს მიეცემა შესაძლებლობა, რომ გახდეს ამ ერთობ საინტერესო ოჯახის გუნდის სრულუფლებიანი წევრი. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ამის პოტენციალი ამ ორგანიზაციას აქვს. მესმის, რომ თემა სპეციფიურია, თუმცა 21 საუკუნეში და განსაკუთრებით ბოლო პერიოდში შავ ზღვის რეგიონში არსებულმა სხვადასხვა ტიპის გამოწვევებმა, სირთულეებმა და მათ შორის რუსეთ-უკრაინის ომმა დააჩქარა მოვლენები და ჩვენ არა გვაქვს იმის ფუფუნება, რომ რაღაცა, ასე ვთქვათ, გრძელვადიანი ან საფუძვლიანი და სიღრმისეული შესწავლის გზით ნელა და მშვიდად დავიწყოთ ჩვენი ინტეგრირება. ჩვენ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ სწრაფად გავხდეთ ამ თანამეგობრობის ამ ძალიან ერთობ საინტერესო და ძალიან დიდი უსაფრთხოების გარანტიების მქონე საზოგადოების ნაწილი. შავი ზღვის რეგიონი ახსენე და რუსეთის შეჭრა უკრაინაში რა შეცვალა ამ ყველაფერმა და შავი ზღვის უსაფრთხოება, აი თქვენი კუთხით, დაზვერვის კუთხით, როგორ გამოიყურება დღეს და სად არის საქართველო აი ამ პროცესში? ანუ მესმის რაზეც წინა ნაწილში ვისაუბრეთ, თუმცა როგორი უნდა იყოს ეგეც საინტერესოა. პირველი ვიტყვი იმას, რომ უკრაინელმა ხალხმა და უკრაინის სახელმწიფომ უნდა აღადგინოს თავის სამართლიანი, უნდა გადადგას ის ნაბიჯები და აუცილებლად თელმა თანამეგობრობამ ხელი უნდა შეუწყოს იმას, რომ ამ ხალხმა გაიმარჯვოს და დამკვიდრდეს ის სამართლიანობა, რაც ამ ხალხმა დაიმსახურა. უკრაინაში რუსეთის შეჭრამ სადაზვერვო მიმართულებით საკმაოდ შეცვალა და დააჩქარა რიგ საკითხებთან დაკავშირებით სადაზვერვო თანამეგობრობის როგორც თანამშრომლობა, ასევე გამოწვევების საკითხი. ის რომ საქართველოს ტერიტორიიდან რამოდენიმე კილომეტრის მოშორებით მიმდინარეობდა ასეთი მასშტაბის საბრძოლო მოქმედება, ეს ბუნებრივია საქართველოსთვის წარმოადგენდა პრობლემას. გაიზარდა რისკები, გაიზარდა გამოწვევები და პარალელურად გაიზარდა თანამშრომლობის პერსპექტივები ცივილურ სამყაროსთან. ბუნებრივია გაჩნდა ინტერესი, თუ მანამდე არ არსებობდა გარკვეულწილად ჩვენი რეგიონის მიმართ ცალკეული წამყვანი ევროპული სახელმწიფოების ინტერესი კი არსებობდა, უბრალოდ იმ მასშტაბით არ არსებობდა, ამან დააჩქარა, რათა ძალიან მნიშვნელოვანი იყო ქართული სპეციალური სამსახურების შეფასებისა და ხედვის სწორად დანახვა, თუ როგორ ხედავდა საქართველოს სპეცსამსახურები და კერძოდ კიდევ დაზვერვის სამსახური იმ გამოწვევებს და იმ პრობლემებს, რაც რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად შეიქმნა შავი ზღვის რეგიონში. გამოწვევები გაიზარდა, პრობლემა გაიზარდა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოგახსენებათ რუსული დანაყოფების არსებობა მანამდეც პრობლემა იყო და შემდგომში მით უმეტეს. გაიზარდა რისკები იმასთან დაკავშირებით, რომ ხომ არ შეიძლებოდა საქართველოს ტერიტორია გარკვეულწილად რაღაცა ფორმით გამოყენებული ყოფილიყო რუსეთის მიერ, თქვათ, საკუთარი ამოცანების გადასაწყვეტად. ეს პრობლემა იყო და შესაბამისად ჩვენი მიზანიც იყო, რომ დასავლელ პარტნიორებთან ეფექტიანი თანამშრომლობის გზით რაც შეიძლება მეტი საპრევენციო ნაბიჯები გადაგვედგა იმისათვის, რომ საქართველო რაიმე ფორმით არ მომხდა, არ ჩართულიყო და ან არ გამხდარიყო ამ საბრძოლო მოქმედებების
მონაწილეს ვერ ვიტყვი, მაგრამ თავი დაგვეწყვია გარკვეული ტიპის მოქმედებებისაგან. კონკრეტულად დაზვერვის სამსახურისთვის ამ მოქმედებამ შექმნა ის შესაძლებლობა, რომ ჩვენ მოგვეცა შესაძლებლობა შეგვეგროვებინა და გაგვეზიარებინა უпроსოდ პარტნიორებისგან მიგვეღო ის ცოდნა და ის გამოცდილება, რაც ამ საბრძოლო მოქმედებებმა დაზვერვისა და უსაფრთხოების მიმართულებით შექმნა ახალი, ასე ვთქვათ, ტენდენციები. რეალურად ამ საბრძოლო მოქმედებების დროს ერთ-ერთი საკმაოდ ადგილი ეკავა როგორც უკრაინის, ასევე რუსეთის ფედერაციის სპეცსამსახურების ურთიერთჭიდილს და ურთიერთსაქმიანობას. პრაქტიკულად ჩვენს წინაშე გაიხსნა ახალი რეალობა, ახალი შესაძლებლობა, რომ დაგვენახა რა ტიპის მოქმედებებს ახორციელებს ის სახელმწიფო, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორია 20%. ნახეთ რა ტიპის ცვლილებები მოხდა მათ ოპერაციებში, რა ტიპის ძალებისა და საშუალებების გამოყენებას ცდილობდნენ ისინი საკუთარი მიზნების გადასაწყვეტად. ხედავდით, როგორ ხდებოდა სპეციალური სამსახურების და საჯარისო ფორმირებების კოორდინაცია კონკრეტული ამოცანების გადასაწყვეტად. იყო და ხედავდით იმ ნაბიჯებს თუ რა ტიპის კონტრზონებს იღებდა სახელმწიფო, რომელიც იცავდა საკუთარ ტერიტორიას. ეს იყო ჰიბრიდული ოპერაციების წინააღმდეგ მოქმედება, ეს იყო ფიზიკური ოპერაციების წინააღმდეგ მოქმედება, ეს იყო სხვადასხვა კიბეროპერაციების წინააღმდეგ მოქმედება, რაც სამომავლოდ და ზოგადად ცოდნის ამბავში იყო ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოსთვის, ვინაიდან ჩვენს მსგავსი ტიპის გამოწვევების წინაშე ვიდექით, ჩვენი ტერიტორია ოკუპირებულია და ის ცოდნა და ის გამოცდილება, რაც ჰქონდა როგორც უკრაინის სპეცსამსახურებს და ის ნაბიჯები, რასაც ახორციელებდა რუსეთის ფედერაცია უკრაინის ტერიტორიების წინააღმდეგ და უკრაინის სახელმწიფოს წინააღმდეგ, იყო ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. ეს ცოდნა და ეს გამოცდილება აუცილებლად მნიშვნელოვანი იყო ჩვენი სამსახურის და ზოგადად უსაფრთხოების სისტემის განვითარებისათვის. ინტერესი საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან საქართველოსი, რაზეც თქვენ საუბრობდით და აი ამ კლუბის წევრობა, რომელიც შეჩერებულია, იმედი მაქვს, რომ დროებით და ის, რაც ახსენეთ, მათ შორის ტერორიზმი და ტერიტორიის გამოყენება სხვადასხვა მიმართულებით, როგორ შეიძლება რომ იყოს, ასე ვთქვათ, განეიტრალებული ზუსტად აი საერთაშორისო ინტერესების გათვალისწინებით, რომელიც ნაწილობრივ ემთხვევა საქართველოს ინტერესებს. კი ბატონო, გასაგები. კლუბის წევრობა ეს იყო ერთ-ერთი მაგალითი, გარდა ამისა არსებობს უამრავი პლატფორმა, რომელზედაც მე უბრალოდ არ ვისაუბრებ და მერწმუნეთ, რომ ეს თანამშრომლობა იყო და იმედია არის ძალიან ეფექტიანი. რაც შეეხება საერთაშორისო დასავლელი პარტნიორების ჩართულობას ჩვენი ორგანიზაციის და ასევე სხვა ორგანიზაციების ქმედუნარიანობის ამაღლებაში, სწორედ მაგას ემსახურებოდა ეს ყველაფერი, რომ საქართველოს მზად ყოფილიყო და ინფორმირებული ყოფილიყო იმ შესაძლო რისკებისა თუ გამოწვევების შესახებ, რაც შესაძლოა საქართველოსთან მიმართებაში ამ კონფლიქტიდან, ამ ომიდან გამომდინარე შეიძლება გამოჩენილიყო. ჩვენს ორგანიზაციას თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში აქტიური თანამშრომლობა ჰქონდა დასავლელ პარტნიორებთან და მათგან ხდებოდა ინტენსიურად ინფორმაციის გაზიარება იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაც იმ კონკრეტულ მომენტში როგორც რისკი გამოწვევა ან საფრთხე შეიძლება ყოფილიყო. შესაბამისად, რისი თქმა მინდა და რისი ხაზგასმა მინდა, დასავლელ ორგანიზაციებთან პარტნიორობა იყო ერთ-ერთი კიდევ დამატებითი ბერკეტი და გარანტი იმისა, რომ საქართველოს უსაფრთხოებისა თუ დაზვერვის სფეროში არსებულ გამოწვევებზე ჰყავდნენ მეგობრები, რომლებიც უზრუნველყოფდნენ ჩვენი უსაფრთხოების საკითხების დაცვას, ჩვენს ინფორმირებას და ჩვენს ხარდაჭერას გვიცხადებდნენ გარკვეული პრევენციული ნაბიჯების გადაღებაში. აი აქ ერთი პატარა ჩაკითხვა. რას ნიშნავს 21 საუკუნეში დასავლური, ასე ვთქვათ, დასავლური თანამეგობრობის აი ამ კლუბის წევრობა? ეს იმას ნიშნავს, რომ შენთან ერთად ამ ერთობ საინტერესო და საფრთხილო ბიზნესში, ბწყალებში ასე ვიტყვი, ყავს სანდო მეგობარი, ყავს სანდო პარტნიორი და ყავს ის ორგანიზაციები გვერდში, რომლებიც ყოველგვარ დახმარებას იმისათვის, რათა უზრუნველყოფილი იყოს შენი ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები, საფრთხეები და დაგეხმარებიან რიგი საკითხების გადაწყვეტაში, რომელიც მათ შორის მათსავე ინტერესებში შედის. მათ სჭირდებათ სტაბილური
სწორ განვითარების გზაზე მყოფი საქართველო და ყველანაირად ახლა რო არ წავიდეთ ისტორიაში, ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ დასავლელი პარტნიორების ჩართულობა ამ სფეროში, თავდაცვის უსაფრთხოებისა თუ დაზვერვის სფეროში მიზნად ისახავდა ამ ინსტიტუტების გაძლიერებას, მათ ქმედუნარიანობის ამაღლებას და მათი მოქნილობის გაძლიერებას, რათა დამოუკიდებლად ამ პარტნიორების დახმარებით მას შეძლებოდა მის წინაშე არსებული საკითხების გადაწყვეტა. არსებითად მნიშვნელოვანია და საკვანძოდ მნიშვნელოვანია დასავლელ პარტნიორებთან სადაზვერვო ორგანიზაციებისა თუ უსაფრთხოების ორგანიზაციების მხარდაჭერა. ეს არის დამატებითი გარანტიები, ეს არის დამატებითი სტიმული და ეს არის შენს ორგანიზაციებში ახალი ხედვის, ახალი ნაბიჯების, თანამედროვე ტექნოლოგიების, თანამედროვე ცოდნის დანერგვის უნიკალური შესაძლებლობა. ვერ წარმომიდგენია, რომ ამ რეალობაში, ამ გამოწვევების ფონზე საქართველოს უსაფრთხოებისა თუ დაზვერვის სფეროში არსებულმა რომელიმე დანაყოფმა, ქვედანაყოფმა შეძლოს დამოუკიდებლად არსებობა საერთაშორისო თანამშრომლობის და მხარდაჭერის გარეშე. ეს არის პრაქტიკულად შეუძლებელი და ამ შესაძლებლობების ხელიდან გაშვება არის დანაშაული ქვეყნის წინაშე. დიდი მადლობა.